რეგისტრაცია არაქართულენოვანი სკოლების სექტორის პრაქტიკოსი მასწავლებლებისა და პრაქტიკოსი სპეციალური მასწავლებლებისთვის დაიწყო. რეგისტრაცია მიმდინარეობს მხოლოდ ელექტრონულად შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის სარეგისტრაციო გვერდზე და ვის შეუძლია გამოცდებში მონაწილეობის მიღება. რა უნდა გაითვალისწინონ ამ და სხვა ბევრ დეტალს შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორი ნინო წერტელი გვეტყვის ახლა დილა მშვიდობის. როგორ ბრძანდებით? მშვიდობიანი დღე მოგცეთ მშვიდობიანი დღე და წარმატებული. ძალიან დიდი მადლობა. ვისთვის არის ეს კონკრეტული სარეგისტრაციო ველი ახლა ღია? რა მიმართულების სპეციალისტებზე არის საუბარი? ჯერ ეს ვკითხავთ, ვის დაინტერესებული ამით ალბათ დარწმუნებული ვარ უკვე იციან მეტნაკლებად, მაგრამ იქნებ ვიღაცისთვის საინტერესოც იყოს და რაღაცა ახალი კვალიფიკაციის საშუალებაც გამოჩნდეს. კი ბატონო, ეს გამოცდები როგორც თქვენ ბრძანეთ, არაქართულენოვანი სკოლებისა და სექტორების იმ პრაქტიკოსი მასწავლებლების, რომლებიც დღეს რეალურად სკოლებში უკვე დასაქმებულები არიან და ასევე პრაქტიკოსი სპეციალური მასწავლებლებისთვის. მე მინდა ხაზი გაუსვა, რომ ეს გახლავთ განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის ბატონი მიქანაძის ინიციატივა, ამიტომაც რამდენი წელი ასეთ დროს არ ჩატარებულა ეს გამოცდა და ძალიან დიდი მადლობა თქვენ რომ გვაძლევთ საშუალებას თქვენი ეთერით, რა თქმა უნდა ჩვენ სხვა გზებიც გვაქვს, მაგრამ ეს ძალიან მნიშვნელოვანია რომ მივაწვინოთ ხმა მათ ვისაც შეუძლიათ ამ გამოცდებში მონაწილეობის მიღება და ხაზგასმით მინდა ვთქვა რომ უკვე დაწყებულია 25 სექტემბერს დავიწყეთ და 8 ოქტომბრის 18 საათზე დასრულდება რეგისტრაცია. Online ნაეგჯი ტრადიციულად ჩვენი სარეგისტრაციო ველი და გამოცდას გეგმავთ ნოემბრის თვეში. ასევე იმისათვის რომ ყველა კითხვაზე ამომწურავად მიიღონ პასუხი ჩვენმა აპლიკანტებმა ტრადიციულად გვაქვს ღია კარის დღეები ამ დღეებში თარიღსაც დარგი ჩაინიშნება და გამოგვიყვება რა თქმა უნდა ჩვენ ვებგვერდზე. კი ბატონო, აი რა უნდა გაითვალისწინონ? რისთვის უნდა იყვნენ მზად? როგორ უნდა მოემზადონ ზოგადად ამ ყველაფრისთვის? თავარი რა არის ასე დროს? თავარია რეგისტრაციის დროულ ვადებში გავლა, ეს არის მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ სხვა შემთხვევაში ვერ მიიღებს მონაწილეობას და ორი ქალაქია გამოყოფილი საგამოძიებო. თქვენ ხო გახსოვთ რომ ეროვნულ გამოცდებზე და აი იმ 80,000 ადამიანს რომ ემსახურებით 24 ცენტრი გვაქვს ხოლმე, ამ შემთხვევაში ჩვენ ორი ქალაქი გვაქვს გამოყოფილი, თბილისი და ქუთაისი. და შესაბამისად ამ ორ ქალაქ შორის არჩევანს გააკეთებენ, რაც შეეხება შინაარსობრივ ნაწილს, ტესტების ნაწილს, ეს არაფერი ახალი სიახლე, ასე ვთქვათ, ამ ტესტებში ჩვენ არ შეგვიტანია ამ წუთას მიმდინარეობს საგნობრივი ჯგუფების მიერ ამ ტესტების მომზადება და თუ რაიმე კონკრეტული კითხვა გნებავთ რეგისტრაციასთან დაკავშირებით, გნებავთ ასევე შინაარსობრივი ნაწილში ჩვენი საგნობრივი ჯგუფის სპეციალისტები ამომწურავ პასუხს გაცემენ ზუსტად ონლაინ ღია კარის დღეზე, რომლის თარიღსაც ამ კვირაში გეგმავთ და არ მინდა რომ შეცდომაში შევეყვანო. ეს თარიღიც გახდება ალბათ იმ პლატფორმაზე ცნობილი, რა თქმა უნდა, ამიტომ უნდა იყვნენ ყურადღებით, რომ რამე არ გამორჩეთ. ჩვენი ვებგვერდი საერთოდ ნებისმიერ გამოსაცდელისთვის არის ის, რითაც უნდა იხებძღვანელოთ მთელი გამოცდების დაწყება, რეგისტრაციის დასრულება და ასე შემდეგ. საინტერესოა, გამოცდა არის ნოემბერში, როგორც თქვენ ბრძანეთ, ხო? კი ბატონო. და აი ამ გამოცდების გავლის შემდეგ, რას იძენს ის პრაქტიკოსი სპეციალისტი, რას ამატებს, ასე ვთქვათ, თავის არსებულ გამოცდილებას თუ ასე შემდეგ და რა იქნება მისთვის პერსპექტივაში ამ გამოცდის გავლით? ამ გამოცდას ქვია ემსახურება მათ მიერ კომპეტენციის დადასტურებას და საშუალება აქვთ მასწავლებელთა ცნობილ სქემაში აიწიონ ერთი საფეხურით კიდე. აი ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. თქვენ იცით რომ თქვენზე კარგად ვიცით, იმიტომ რომ ყოველთვის გვითმობთ ეთერს ამასთან მიმართებაში, რომ ჩვენ ვატარებთ გამოცდებს
მასწავლებლებისა და მასწავლებლობის სურველთათვის. შესაბამისად, ვინც მსურველია მასწავლებლობის, ანუ ჯერ არ არის ჩვენ სასკოლო სივრცეში, ისინი რა თქმა უნდა ვერ მიიღებენ ამ გამოცდებში მონაწილეობას, აი ვინც უკვე არის პედაგოგი და ორი მიმართულებით, როგორც თქვით, ერთი არაქართულენოვანი სკოლების პრაქტიკოსი მასწავლებელი ნებისმიერ საგანში. ანუ აქ არა აქვს მნიშვნელობა კონკრეტულად საგანს, რომელსაც თვითონ უკვე ასწავლის და ასევე პრაქტიკოსი სპეციალური მასწავლებლები, თქვენ იცით ეს სპეციალური საჭიროებებიც ჩვენი ახალგაზრდა თაობისთვის არის და ეს შედარებით ახალი სპეციალობა არის და ამიტომ ყოველთვის ვცდილობთ, რომ მეტი საშუალება მიცეთ და მეტი ადამიანი ერთი რომ მივცეთ საშუალება დაასწროს თავის კომპეტენციის მხარე და რა თქმა უნდა მომავალ წელს 26 წელს ასევე გვექნება მათთვის შემომსვლელთათვის მასწავლებლებისთვის გამოცდები ყოველ მიზეზს გარშემო, იმიტომ რომ აქ ჩვენ მეტი და მეტი ადამიანი გვჭირდება სასკოლო საზოგადოებაში. იცით რა მაინტერესებს დაუშვათ აი ეს წინსვლა და ამაღლება საფეხურების, ხო? ეს თვით განვითარებით უნდა შეძლოს დაუშვათ არსებულ პედაგოგმა, თუ აი არსებობს მათთვისაც რაღაცა, რითიც გაიღრმავებენ, ასე ვთქვათ, ამ მიმართულების მქონე მიმართულების რა თქმა უნდა, ამისთვის არსებობს ათასგვარი სახელმძღვანელოები. ჩვენ გვაქვს თვითონ განათლების სამინისტრო შექმნილი აქვს მასწავლებლის 60 კრედიტიანი პროგრამა, რა ძალიან მნიშვნელოვანია. აი ის მასწავლებლობის მსურველები, რომლებიც შემიძლიან ამ პროგრამას გადიან აუცილებლად. რატო? იმიტომ რომ ის 60 კრედიტიანი პროგრამა ზუსტად იმ ცოდნას აძლევს, როგორ ასწავლონ ის, რაც თვითონ უკვე იციან. რაც თვითონ უკვე იციან და ასევე სპეციალური საჭიროების მქონე ბავშვებთან მუშაობა არის უნიშნელოვანი და უძვირფასესი უნარი და აქთან სულ რაღაცა სიახლეები, ახალი მიდგომები, რაღაცები ინერგება, ხო? რა თქმა უნდა. ამის კვალიფიკაციის ამაღლებაშიც თუ ეხმარებით, უკვე ეს არის ზუსტად რა თქმა უნდა. რა თქმა უნდა, ჩვენ სისტემაში შექმნილია მასწავლებელთა სახლი, ისინი უფრო დეტალურად გაგაცნობენ ამის შესახებ. მე თქვენის ნებართვით მინდა კიდევ ერთი თემა დავაანონსო, პროფესიული განათლება, რაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის და პროფესიული განათლების მიმართულებით, ვინც ყავს უკვე დარეგისტრირებული, მათთვის გამოცდა ჩატარდება ასევე ოქტომბერში. 11 ნოემბერს, უკაცრავად 11 ოქტომბერს ჩატარდება საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში, ხოლო 12 ნოემბერს ასევე წიგნიერებასა და რაოდენობრივ წიგნიერებაში. ეს საკმაოდ კარგი გამოსვლა, ჩვენ რა თქმა უნდა ცენს უკვე დასრულებული გვაქვს ტესტებზე მუშაობა და 8200-ზე მეტი აპლიკანტი მიიღებს მონაწილეობას და მინდა გითხრათ, რომ 8200 ეს არის პირი, რომელიც დარეგისტრებულია, მაგრამ გამოცდები მათ არჩეული აქვს ზოგს ერთი, ზოგს ორი, ზოგს სამი, ამის საშუალება აქვს. ასე რომ ძალიან სერიოზულ გამოცდებს ველოდებით და ჩვენ შველი მზაობა გვაქვს როგორც ყოველთვის და 24 ქალაქში 35 საგამოცდო ცენტრი იხსნება 11 და 12 ოქტომბერს. ეს პროფესიული განათლების მიმართულებით დაინტერესება, მაგრამ ჩვენ საერთოდ ოქტომბრის თვე ძალიან დატვირთული გვაქვს. მე მგონი ყველა თვე ასე გვაქვს დატვირთული. შეიძლება ასე. იმიტომ რომ ამის გარდა ასევე კემბრიჯის გამოცდებისთვის, რომელსაც ნაიკი წლიდან წლამდე ატარებს და წელიწადში 3-ჯერ, რეგისტრაცია იწყება 1 ოქტომბერს და დასრულდება 20 ოქტომბრის 24 საათზე. და აი ესეთი რაღაცნაირად მუშაობთ, ასე ვთქვათ, და ყოველი დღე და ყოველი წუთი და ყოველი წამი ემსახურება იმას, რომ კარგი, კომფორტული გარემო შეუქმნათ ჩვენ გამოსაცდელს. და უნდა გამოიყენონ ჩვენმა მაყურებლებმა და ყველა იმ დაინტერესებულმა ადამიანმა უნდა გამოიყენოთ ეს საშუალება. ჩვენ ძირითადი მესიჯები, რაც გვინდოდა რომ თქვენამდე მოგვეტანა, გაგაცანით, წარმატება ახლა უკვე თქვენსკენ. ოქტომბერი ყოფილა გამოცდებით დახოზული პერიოდი, ვინც ხარ ჩართული ამ პროცესში, თქვენ წარმატებები, თქვენს ასევე რა თქმა უნდა. უღრმესი მადლობა.